ჩვენ თაობა გაიზარდა რა ომიანობა იყო და იმ 41 წელს ვარ მე დაბადებული და ომი იყო და ყველას უჭირდა რაღაცეები და ამიტომ იმდენი მოთხოვნილება აღარ ქონდა, იმიტომ რომ რაც არ არის. მაგრამ მე ვიტყოდი რას? მე ვიტყოდი იმას, რომ მე მგონი აი ამ აგრესიულობის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ მართლმადიდებლური გრძნობებით არ ვიზრდებით. ეს არის საბავშვო ბაღში. უფალს მოვწვით, ღმერთს მოვწვით, მაგაში მეს გეთახმებით. ეს არის საბავშვო ბაღში. დავიწყოთ საბავშვო ბაღიდან. იქ რომ მაგალითად რაიონში არის 5 საბავშვო ბაღი და 6 ეკლესია, ან 5 ეკლესია. უნდა მოინახოს ისეთი მამაო, რომელსაც ბავშვები უყვარს. ექნება ურთიერთობა ბავშვებთან. და ის მიუშვან ბავშვებთან და აი ბავშვების შესაფერისი, მათ და თოლად შესაფერისი ისინი ზღაპრები წაუკითხოს, იგავები წაუკითხოს. ეს იქნება რაღაც გადასარევი. მე იმას ვიტყოდი, რომ სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს გაკვეთილები მართლმადიდებლური ჩვენი აღსარებლობისა. უამისოდ არ შეიძლება. მე მოწოდება მაგალითად ადამიანი, რომელსაც არ წამს, არც ის რაღაცა ხომ აიწამს. გუჯა, ის თუ იქნება, რომ არ არის აუცილებელი დავუშვათ თუ მოძღვარი ესე გაკვეთილს რო ჩაატარება, კაცობას ასწავლიან, თავის ქვეყნის სიყვარულს ასწავლიან, ტრადიციებს ასწავლიან. მე მაგალითად ეკლესიაში მოხვდი, ჩემი მშობელი სკოლამდე დღეს ვახსენე, ვეფხისტყაოსანის გარდა ყველა პატრიოტული ლექსი მასწავლა. ამ ლექსებმა მომიყვანა დღემდე მე და თუ მე მიყვარს და ქართული ცეკვის მუსიკას გავიგონებ და შრუანტელი დამივლის და რომ მე ქართველი ვარ და რომ საზოგადოებრივ მივიდიოდი მახსენდებოდა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხა ყველა იტყვის რომ ეს ქართველია, ქართველი და უფრო მეტი იყო. ეს იყო აი ხო პატრიოტული გზნობა ჩამინერგა მამამ ლექსებით, საუბრით და შემდეგ მე თვითონ მივაგენი ეკლესიის კარს და მე თვითონ ვცდილობ მის მერე რომ ვიყო შობეს პატივისე, უფროსებს პატივისე, მანვისებს პატივისე, ხო გამიგეთ გავზარდე მე ჩემი თავი. მაგას ვამბობ, მეც კი არაფერს რომ ბავშვობიდან უნდა, საბავშვო ბაღიდან უნდა. უნდა იყოს ამას. უნდა იყოს. აი ქალატონი მარიცა, მაგალითად, ქალატონი მარიცა ტრადიციებს, სიყვარულს, ფეხი დაწურინებს შემოდგომას ბავშვებს იმას ღვინოს. ხო, მის ასაკს რაც გალობა გვაქვს. ჩურჩხელებს თავის ხელი დაკეთებენ და მოკლედ რა ვიცი, მთელ ღონისძიებები აწყობილი სამშობლოს სიყვარულზე. თუ სამშობლო ეყვარ ადამიანს, ის ღმერთსაც მოიძებს, წესრიგს და პატრიოტსანის და ყველაფერი. გეთახმებით მაგაში. ჩემ გულში მაგალითად, ჩემ სულში და ჩემ ადამიანობაში მე მინდა რომ ჩემი საქართველო იყოს მართლმადიდებლური სახელმწიფო. ერქვას ესე. მაგრამ არ არის, ხო? მაგრამ ერმა უნდა მიაღწიოს მაგას, რომ ჩვენი სახელმწიფო საქართველო უნდა იყოს მართლმადიდებლური. შეგვეწევა უფალი და ყველაფერი კარგად იქნება. ხო და აი მე მოვკითხოთ ერთმანეთს ყველაფერი. კი ბატონო. იმიტომ რომ ცოტა ეს ერზია დამოკიდებული, აქ თითოეულა და ის არ გამოვა. თითოეულა კაც თუ მოთხოვ რაღაცას. აქ მთელი ერი უნდა იყოს მომთხოვნი. ამ სიყვარულისა. და მე ესე იგი ეხლა მაპატიეთ და კვირას მისვლა და შაბათ კვირას მისვლა ეკლესიაში მარტო ეს არ ყოფრე.